პირველი ბლოკის პირველი სტუმრები მამისა ჯაფარაშვილი, ხალხის ხელისუფლება სახალხო სამართალი, ირინე ფხოველიშვილი, ფერმერ ქალთა ასოციაციის და კავშირების თავმჯდომარე, ზვიად ტომარაძე, ერი და სახელმწიფოს წარმომადგენელი. მოგესალმებით სტუმრებო, ახალი ფორმატი, განახლებული ფორმატი ცხელი კვირის და მეწეხანამდე თქვი, რომ ყოველი კვირის ბოლოს ჩვენ ერთი ცხელი თემის შეჯამება გვექნება. გადაცემას ეყოლება ყოველთვის თავისი მოდერატორი, ანუ ყველა თემას თავისი მოდერატორი ეყოლება და შესაძლებლობა აქვს საზოგადოების ყველა წარმომადგენელს აარჩიოს ცხელი თემა, მოიყვანოს სტუმრები და მოვიდეს და თქვენ თქვით, ჩვენ ყველა ერთად გიმოქმედებთ. დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გვექნება საუბარი და მე მინდა ქალბატონო მამისა თქვენგან დავიწყო ამ თემაზე საუბარი, რადგანაც აი ეს ბოლო პერიოდის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ თემა და სიტყვების კომბინაცია სახელმწიფო ბანკი უფრო ადრე გაჟღერდა და ეს იყო ბატონის ზვიადის მიერ გაჟღერებული წლების წინ, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც უკვე პრემიერის სახელზე შეიტანეთ წერილი. და რადგანაც აი ამდენი ადამიანი აღიარებს, რომ გამოსავალი აი ამ საბანკო კატასტროფული სისტემიდან, გამოსავალი გამოსახლებებიდან, სესხებიდან, რომელიც ძალიან დიდ პროცენტებში გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს, არის სახელმწიფო ბანკი. მე მინდა დღეს აი ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ ნებისმიერმა მოქალაქემ გაიგოს, რას ემსახურება სახელმწიფო ბანკის შექმნა, რატომ დადგა აუცილებლობა რომ შექმნილიყო სახელმწიფო ბანკი და რა მიზანი ექნება. ამას იცით რატომ გეკითხებით? ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ვაშუქებთ ხოლმე ამ თემებს, სახელმწიფო და სახალხო ბანკი ერეოდა ადამიანებს ერთმანეთისგან. მოდით, აი პირდაპირ, რატომ გაჩნდა აუცილებლობა რომ ქვეყანაში სახელმწიფო ბანკი შეიქმნას ამდენი ბანკის პირობებში? დიახ, მე პირადად როგორც საზოგადოება მიცნობს, ანუ ვებრძვი ზოგადად საბანკო სისტემას, რაც ქვეყანაში არის წლებია, გამოსახლებას, ანუ მისგან გამოწვეულ შედეგებს, რაც მოიტანა ამ მევახშეობამ, ზოგადად, იმიტომ რომ ჩვენთან ბანკები არ არსებობს, არიან ძირითადად მევახშეები და ამან განაპირობა უბრალოდ ვიფიქრე რა არის გამოსავალი. მივაღწიეთ ძალიან კრიტიკულ ნიშნულს, როგორ ვთქვა, გამოსასახლებელთა რაოდენობა იმდენად დიდია საქართველოში, ქვეყანაში. და ანუ როგორც სახელმწიფო, ახლა ჩვენ ხო ვამბობ საქართველო რა, საქართველო მდებარეობს რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე, არა? და ამ ტერიტორიებზე გაჩნდა უცხოელი ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონებები, ალაგ-ალაგ არა, ამას მნიშვნელობა ხაშურია, გორია, თბილისია, სამეგრელო თუ ასე შემდეგ. ანუ ეს კი არის შენ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე არ გეკუთვნის შენ და ის საკუთრა უცხოელმა ბანკებმა. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო ბანკი არ არის. კი, საქართველოს ბანკი ქვია და ზუსტად ეგ არის საზოგადოებას არ ქონდა აბსოლუტურად გათვითცნობიერებული და ვერ წარმოიდგენდა თუ საქართველოს ბანკი ქვია და არ ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს. ანუ ამათ ქონდა ასოცირება იმის, რომ ეს იყო სახელმწიფო ბანკები და სინამდვილეში არც ერთი სახელმწიფო ბანკი არ აქვს ქვეყანას და ყველა ეს უცხოელი ბანკები არის მოტივირებული იმაზე, რომ ზუსტად ტერიტორიულად წაგვართვა საქართველო, იმიტომ რომ ჩემი სახლი წაიღო თუ ვიღაცის სახლი, ხო? იპოთეკით და მე გადაიფორმა და აუქციონზე შეიძინა, ფაქტიურად უცხოელების ხელში გადავიდა ეს. უკვე იმათია ეს და ისინი გამოიყენებენ ამას როგორც დასაკუთრებულ ქენებას, თქვათ ბირჟებიდან თუ საიდანაც იქნება ფულის მოზიდვაში, ხო? იმიტომ რომ მათი საკუთრებაა ეს, არ არის ქვეყნის საკუთრება. ამიტომ ვიფიქრე, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, რით შეიძლება ვიხსნათ არა მარტო კერძო სახლები ხო არ არის გადაფორმებული არა? საქართველოს ძირითადი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული რო ვთქვათ, რესურსები, სტრატეგიული ობიექტები უკვე წაიღეს ბანკებმა. დასაკუთრებულია ეს და სახელმწიფოს ელემენტარულად წყალი არ აქვს მის საკუთრებაში. ეს ვიფიქრე რა შეიძლება იყოს გამოსავალი და გამოსავალი არის სახელმწიფო ბანკი. აი როგორი სტრუქტურა ექნება ამ სახელმწიფო ბანკს ახლა არსებული ბანკებისგან განსხვავებით? ახლა არსებული ბანკები ყველა ორიენტირებულია იმაზე, ვიწრო გაგებით რო ვთქვათ, თავიანთი მოგება რა ნახოს. სახელმწიფო ბანკი იქნება იმაზე ორიენტაცია, ანუ იმაზე იქნება აღებული, რომ სახელმწიფო განავითაროს, მისი ერი უნდა იყოს მდიდარი. იმიტომ რომ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ეს ხალხი არა და როცა შენი იქნება სახელმწიფოს ეს ბანკი, შენი თავის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ხო არ იმოქმედებ. ის ვისიც არის თავის სასარგებლოდ მოქმედებს და როცა სახელმწიფოსი იქნება ეს თავისი სახელმწიფოს განვითარებისთვის იქნება. და ახლა მაგალითად მივდივართ ხო ნებისმიერ ბანკში და დღეს ვიძახით ჩვენ ახლა ზოგი რა ბიზნესი მინდა წამოვიწყო ან რაღაც გავაკეთო არა და მივდივარ კომერციულ ბანკთან, რომლის ინტერესი აბსოლუტურად არ არის ჩემი განვითარება.
არ არის ჩემი განვითარება. სახელმწიფო ბანკის ინტერესი ის იქნება, რომ დარგობრივი სტრუქტურა განვითარდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, ნორმალურ სახელმწიფოში ეს ასე უნდა იყოს. ახლა არ მინდა გამიგრძელდე საუბარი, იმიტომ რომ აქ სხვებიც არიან, თორე ხალხ ბანკის მაგალითზე მინდოდა ერთი მაგალითი მომეყვანა. ეს არის თურქული ბანკი, რომელმაც თურქეთი და ორი ბანკი, ზირაათ ბანკი თუ არ ვწები და ხალხ ბანკი თურქეთი აქცია მოწინავე ქვეყანად ეკონომიკურად და ინდუსტრიულად. ეს ბანკი საქართველოში როგორ იქცევა? ერთ სესხი გასცა, თხილის ბიზნესი ქონდა ზუგდიდში ხალხს და ამ ერთ სესხზე ჩაადებია 8 ქონება. პლუს ის გამართული ბიზნესიც და რაც მოხდა სამეგრელოში, ვიცით, ფაროსანა, ხო? დაიღუპა რო იტყვიან ეს თხილის ბიზნესი. ის ბიზნესი თვითონ გამართული ხო წაართვა და 8 ქონება დანარჩენით. ახლა უყურეთ ისიც თქმა მინდა, სახელმწიფო ბანკი რო ყოფილიყო, პირიქით სახელმწიფო ბანკი კიდე უნდა დაემატებია მეთვის თანხა, რომ არც ბიზნესი მომკვდარიყო და არც კერძო ქონებები წაერთვია იმათთვის. თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო ბანკი გასცემს დაბალპროცენტიან, გრძელბადიან ხალხზე მორგებულ სესხებს? თუ კიდე რაში შეიძლება, რომ ერთი რამე ნორმალურ ქვეყანაში საერთოდ ყველაფერი პროცენტიან ვალზე არ უნდა იყოს. დარგობრივი სტრუქტურის განვითარება ქვეყანას უპროცენტოდაც უნდა უნდოდეს სახელმწიფო ხელმძღვანელებს და არ არის ყოველთვის ვილაპარაკოთ დაბალპროცენტიანი. დაბალპროცენტიანი შეიძლება სახლის საყიდლად მისცემ, თქვათ, აი იპოთეკური შესხები როგორც საზღვარგარეთ იყო თავის ძროზე 2%-იან სამიანი რა. ბიზნეს ჩვენ არ უნდა უყუროთ ისე რომ როგორც კერძო ადამიანს მარტო განვითარება უნდა. ბიზნესის გარეშე, რასაც ქვია, დარგობრივი სტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ესენი თუ არ განავითარეთ, როგორ აპირებ ქვეყანაში მართლა მარწყვის საკეფად გერმანიაში უნდა დადიოდეს და საქართველოში ვერ უნდა მოვიყვანოთ? აქ საერთოდ არ არის ლაპარაკი პროცენტიან ფულზე. ისედაც უპროცენტოს უნდა აძლევდეს სახელმწიფო. ჩვეულებრივად როგორც გრანტს არ ქნევდა, ახლა გრანტებშიც ათკატებში ზიან